მე რამდენეს თველს და ზამთარს უნდა შეხვდე მიღმახებში მარტო. არი დარდომ კურნალია ჟამი რითმაში ჩასდა, თუმცა ზღვას გავს აბორგებულს ხალხი. აი ახლა დღეს რაც ხდება ხალხი მოგაწინწყლეს ორ გულებმა შხამი, ვაგლახმთანო მოგხვევიათ თალხი. მარტო რჩები მშობელ მთებთან მარტო, ისევ ქოთობს ქავისკართან ქარი, ანუ ქოთობს ჯავრობს. აი ესე ვარ, დავრჩები ფიქრებთან მარტო და დარდობ ყველაფერზე მევდარდო. და იცი ყველაზე ძალიან ას ვდარდობ, რომ მომავალ თაობას რა გზას, როგორ ქვეყანას რო ასუტოვებთ. ვერ მივდივარ, ვერ, იმიტომ რომ წინაპრების სული ცოცხლობს, იმათ ადგილზე ვარ ახლაც აგერ აქ მოსული ქავციხესთან, ჩემი წინაპრის სახლში ვცხოვრობ მე-12 საუკუნეში, რომ გადმოვიდა გუდანიდან და აქა ვარ და საწავიდე, აი პატარა პირობები ხელში გაგვიმართონ და ლოცვილებმა მოგვეხმარონ. 87 წლის 15 ივნისს დავიცამი სადიპლომო ნაშრომი და იმავე დღეს ალიკა ნაზღაიძემ ჩამკიდა ხელი და მიმიყვანა სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში რელიგიის განყოფილებაში და ჩამრიცხეს იქ მეცნიერ მუშაკად რელიგიის განყოფილებაში. 91 წლის 7 ნოემბერს აქ შატილში გაიხსნა სკოლა-ინტერნატი, არ ჰყავდა ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელი და მოვიდნენ ჩემთან გამარჯვებაში და მთხოვეს რომ წამოსულიყავი ხევსურეთში და მას მერე სულ აქა ვარ, დავბრუნდი შატილში, ვასწავლე 1 წელი, მერე 92 წელსში აქ გარდოტში იყო 12 მოსწავლე. 15 ოჯახი დაბრუნდა, რაღაც პერსპექტივა გაჩნდა იმისა, რომ გაძლიერდა სოფელი, შეიძლებოდა აღდგენილიყო არდოტის ძველი კოშკები, მოსახლეობა შემოტრიალდა ბარისკე და 12 მოსწავლეს ვასწავლიდი. პირველად რომ მოვედი, არც სახლი მქონდა, არც კარი მქონდა, არაფერი, ღია ცის ქვეშ ვატარებდი გაკვეთილებსაც, აი ზევით და მანდ ვიძინებდი. გარეთ ვიძინებდი რა. მერე დავიწყე ნელ-ნელა და ბახაოს იქ საზამთრო ადგილში 45 დღეს შევსახლდი, კარგად მახსოვს და ბავშვებსაც უკვე სახლში უტარებდი. ეხლაც იმ დროინდელი სკამები და ისინი მაქვს თავად ნაკეთები მერხები, კი, სახლში. კი, აქ ვატარებდი, მაგრამ ნელა-ნელა მაინც ფერი იცვალა, რაღაცა ვერ წავიდა ისე როგორც ხალხს უნდოდა და გადასახლდნენ თან ავადმყოფები იყვნენ, ორი კვირა ველოდეთ ვეტმფრენს ცუდი ამინდების გამო და ვერ მოფრინდნენ და 4 მიცვალებული ყავდა რა, დაიღუპნენ ის სულ ცხონებულები და წავიდა ხალხი, გული გაუტყდა და მე დავრჩი აქ 2010 წლამდე ბოლოს ჩემ ბავშვებს ვასწავლდი თაიას და გიორგის და მერე 2010 წლიდან ისინი გამარჯვებაში წავიყვანე სასწავლებლად და მე ცხონებულმა იმ დროს ვალერი ჩხეიძემ მიმიღო სამხედრო სამსახურში 99 წლის 27 სექტემბერს. მაშინ მითხრა რომ გამოვდიოდი რომ სულ სხვებზე რო ფიქრობ, შენ არ გინდა რომ დაიწყო სასაზღვრო ჯარში სამსახური. მე ვთხარი თქვენ ხომ იცით რომ თვალის პრობლემა მაქვს, 3 თვისას თაგვემა მიწა ჩამომაშალეს თვალში, დედამ თქვა რომ ყანებს ვკიდითად რომ შემოვედი, ნამტირალე ვიყავი და თვალები სულ მიწით სავსე ქონდაო და მას მერე დავჭი ესე, აბა ვერ მოიცალეს ჩემთვის და გაეცინა ბატონ ვალერის და მითხრა, მე ავღანისტანში ვიყავი, იმდენი ცალთვალა ხალხი ვნახეო და ხო კარგად იცი ნიკოლაიო ესე მომმართავდა თბილად, თოფისრულას ორი თვალი არ ჭირდებაო. წადიო და სანამ შენ არდოტში გადახვალ ბრძანება გადაგასწრებს. მე გადმოვედი ხახაბოზე, მეორე დღეს ამოდიან ანატორიდან და მე ვვნებიან რომ ჯარში ხარ, სასაზღვრო ჯარში ხარ მიღებული. და აი შარშან დავანებე თავი 28 ოქტომბერს ვიყავი სასაზღვრო ჯარში. შევატყვე რომ რაღაც თითქოს ზედმეტი ვიყავი, უკვე აღარ ვჭირდებოდი ოპერატორობიდან გამანთავისუფლეს, მე ისე პატრულებში სიარული და აი რაღაც დაირღვა რა. ვამჯობინე რომ თავის-თავით წამოვედი და
დღესაც იგივე მესაზღვრე ვარ მე, ჩემს სულში რო ჩაგახედათ, უკან ერთ ნაბიჯს არ დავდგამ, ადრეც მithქვამს, რომ არასოდეს, იმიტომ რომ სამშობლოს თუ მჭირდები, ეს სულიც და სხეულიც სამშობლოსთვის მაქვს. საზღვარი ახლოსაა, ხო ნიკო? კი, საზღვარი, აგერ ახლოსაა, თვალი ჩანს, თოვლიანი მთა რო ჩანს ახლა. აი ეგ არის არიშკის გადასასვლელი. ანუ რუსეთის საზღვარი იწყება მანდედან, დღე თორე ისტორიულად ჩეჩნეთი ეგ, ქისტეთი. დაკარგვის საფრთხეა პირდაპირ უნდა თქვა რა, რომ დაცარიელებულს ეშმაკნი დახპატრონებიანო და უხალხო დარჩენილი დატოვებულია, მტერს ეგუხარია, სხვა არაფერი. რაც შეიძლება ისევ ადგილობრივები უნდა იყოს ბევრი. მიიღონ, გააძლიერონ, იმიტომ რომ აი დახმარებაც უნდა იყოს, როცა ახალგაზრდები არიან, ერთი პატარა ბინა რო ოთახიც რო გაუკეთონ, იცი რატო რომ სიცოცხლე გაგრძელდეს, არ ჩაკვდეს, არ ჩაქრეს. მე ეს ახალგაზრდა როცა სასაზღვროში არ არის, წავა უცხოეთში აბა საწავა, სადღაცა წავა, ხო? და როცა აქ იქნება ოჯახის შექმნის მოეკიდება, ფუძე კერას გაიჩენს და დაოჯახდებიან და გაძლიერდება და ეხლა ძალიან პირდაპირ ვიტყვი რომ მოკვდეს იმედიც რა. არტოდში 446 სული ცხოვრობდა 1860 წელში. ახლა ორი სული ღავართ აი ზამთარში, მე და ზურა. სააწავიდე ეს ხალხი ახალგაზრდა თაობა, იმიტომ რომ არანაირი პირობა არ არის, სატელეფონო კავშირი არ არის, სინათლე არ გვაქვს, ყველაფერი მიტოვებულია რა, ჩვენი ტკივილი ვერ მივაწვდინეთ ვერავის, რომ გულთან ახლოს მიიტანონ და ეს სასაზღვრო სოფლები გადაარჩინონ, იმიტომ რომ ძალიან სიმარტოვეშია, მიტოვებულია, ცარიელდება მთლიანად რა ეს ხეობა. მე ვინ ვარ, ვიცი რომ სოკრატესი არ იყოს, მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ვინც ფიქრობს, ვისაც ამისი განათლება აქვს, საშუალება აქვს, ეს განათლება, ეს ყველაფერი ხომ სამშობლოს და ქვეყანას უნდა გამოვაყენოთ. როცა მართალს ამბობს, ჭეშმარიტებას ამბობს, უნდა მივიღოთ, მოусმინოთ, ვინც პროფესიონალიზმით არის ცნობილი, ვინც იცის ის საქმე და არა ესე შემთხვევით ეხლა რაც არ ვიცი, ვიცი რომ არ ვიცი, მე იქ არ წავალ და არ ვიცი რა ეშველება ამ ხელწყალს, გადარჩენა გვინდა რა, გადარჩენა. ჩვენ რაღაც ეხლა ერთმანეთს დავერიენით, ერთმანეთს ვებრძვით. სირცხვილი არ შეიძლება, აგერ მე-12 საუკუნის ნახატი პიქტოგრამა, როგორი ხათრიანობის აღნიშნულია, აგე კედელზე არის ძველი ის. ამიტომ ცოტა გონს უნდა მოვიდეთ, გონს მტრის გულს და სულს ვალაღებთ და ვახარებთ და ერთმანეთს კიდევ ვნებთ. გულსატკენია რაღაცა, როცა აი ერთმანეთის დარბევა ხდება, ცემა, ტყეპა, იქ მანდილოსანისთვის ხელის კვრა, ეს ისე განვიცდი, რომ იგივე დებია, იგივე დედებია, შვილები ყავს ყველას და როგორ წარმოვიდგინე, თუ მართალს ამბობს ადამიანი, მოусმინე, უნდა იყოს მსჯელობა, შეთანხმება, კანონი რისუფლებას გვაძლევს, საშუალება, ყველაფერი უნდა იყოს და არა ესე ფიზიკური შეხლა, შემოხლა ერთმანეთის ისე რომ აი ღამეები ხანდახან დარდისგან ვერ ვიძინებ, რომ რა არის? ერს ხო არ ვებძვით, ერთნი ვართ, ერთი ხალხი ვართ, ერთი ქვეყანა ვართ. ავაშენოთ უფროს უმცროსობა, მანდილოსანი, ქალი, ხელი როგორ უნდა დაარტყა და როგორ უნდა გამოიარო მე. აი ხელსური კაცისთვის ეგ ეს არის უდიდესი სირცხვილი. ღმერთ ვაგე ეკლესიაში ვიყავით და როგორ შეხვალ ტაძარში, როცა სული გასაწმედი გაქვს. ქართველი მე მიქვია რომ ღმერთთან ახლოს უნდა იდგე თავისი ყოფაქცევით, მორალით, ზნეობით, წესით, კაცობით და არა გამოხვიდე და დასჩაგრო, დააწიოკო. არ არის ეს, არ არის ჩვენი ქართული წესი ეგ არ არის. თორე წაიკითხონ, გრიგოლ ხანძთელი წაიკითხონ, შუშანიკის წამება წაიკითხონ, რავი, ბოლო-ბოლო ოჟაფშაველა წაიკითხონ კაცო. გრუსთველი, დავით გურამიშვილი, რა აღარ გამოიარა ჩვენმა ხალხმა. ქართველი უნდა გავდეს ქართველს და არა ან რუსს ან ვიღაცას, იმიტომ რომ ყოველთვის იდგა და ამით მოაღწიეთ ჩვენ აქამდე. და ესე და ბეჭავება კაცო.
არ უნდა შევწყვეტ, თამამოვლობა მოვა. იმათ თვალში, იმათ იმაში ჩვენ რანი ვიქნებით თუ კაცებად არ გამოვდექით, თუ არ მივხედეთ თავის მიწაწყალს, სამშობლოს, თავის ერს, თავის ქვეყანას, კაცო, ვის ვებწვით, რას ვებწვით, არ ვიცი მე. ძალიან მიჭირს რა მტკივა ეს ტკივილად რო უყურებ საშინელებაა რა, იმიტომ რომ ესე არ გამოდგება. ჩვენ უნდა ვაშენოთ სამშობლო სიბრძნით, გონებით, განათლებით, წესიერებით, იმიტომ რომ სხვანაირად ქვეყანას ვერ გადავარჩენთ. ხო გვინდა სამშობლო, უნდა მივხედოთ. ყველაზე დიდი ტკივილი დღეს ის არის, რომ გზა მაგალითად არდოტიდან ხახაბოს გზა რო შეერთდეს. სულ 5-7 კილომეტრია, 58 კილომეტრს მოვიგებთ წასვლაში და მოსვლაში. ანუ ძალიან მოკლე იქნება მოსახლეობისთვისაც, ძალიან კარგი იქნება ტურიზმისთვისაც. მერე კიდე სატელეფონო კავშირი. მცირე გინდათ რა ტიპის წვალება გიწევთ? ეხლა ინტერნეტ კავშირით არის შესაძლებელი დაკავშირება, მაგრამ აი პატარა ცუდი ამინდიც რო არის, სადღაცა რაღაცა ფუჭდება, აღარ მუშაობს და შეიძლება 5 დღე, 1 კვირა მოწყვეტილები ვიყოთ. ამიტომ ტელეფონით დარეკვა რო გინდოდეს, სად მიდიხარ? შატილში უნდა ჩახვიდე, შატილში კი 18 კილომეტრით უნდა ჩახვიდე და შეატყობინო რა არის. სხვა აქედან ვერ დაუკავშირდები, ბუნებრივია. მცირე ჰესი, აი არდოტში ეს რო წეღანაც აღნიშნე რომ ჭირდება, იმიტომ რომ თაობა, ახალ თაობა რომ მოდის, რომ მაცივარი აამუშავონ, სადღვებელი, საწველი აპარატურა, ყველაფრისთვის ახლა თქვენ უკეთესად ერკვევით და იცით, რომ მაგის გარეშე ძალიან უჭირს დიასახლისებს, მით უმეტეს, როცა საკუთარი ხელით აკეთებენ ყველაფერს. აი მზის დაფების ის თუ იქნება ახლა ზამთარში პირადად არც მე მაქვს ძველი აკუმულატორები მქონდა კაუსტიკურ სოდას ვაცხამდი გამოხდილ წყალში და არიომეტრი ვეძებე ქალაქში და სულ ყველას უკვირდა რომ რაღა დრო არიომეტრია, რაღა დრო ესეთი ის არის, ალბათ ფიქრობდნენ საიდან მოვიდე ეს კაციო, ანუ დროში ჩამორჩი და ეს არის საზომი გამოხდილი წყლისა და კაუსტიკური სოდა, რამდენი უნდა შეზავდეს რამდენზე, მე რკინის აკუმულატორებში ვასხამ იმას და ესე მატარებლის ვაგონის რკინის ისენი მქონდა აკუმულატორები და იმით და ეხლა არ მშრალი აკუმულატორები ყოფილა რაღაცის მოიტანა მეუღლე და იმით ვარ ზამთარში ბახავოს და ანუ 6 თვე იქავარ, 6 თვე აქავარ. ორი ფანარს ვტენი, როცა მზი არის. როგორმე ბნელში არ დავრჩე. ცოტა ხანი იმაშვრები ვანთებს სინათლეს. რამდენი? რო დაახლოებით 1 საათი. აუშუქო დარჩენე ეგ არის წამება ჩემთვის. წი როგორ? ხან აი ფანარზე ვკითხულობ წიგნს. გათვლილი მაქვს, მეგობრებო, მომიტანეს ქვეყანა ლიტერატურა, ვენაცვალი. თვითონაც მოწყურებული ვარ, ფილოლოგი ვარ, ვაპახალს რას წავიკითხავ, პერსონაჟები რა იქნება, მაგრამ ამ ხელა ხამე ზიხარ ბნელში და ფანრის შუქს. ჭირდება აი წამლები, ელემენტარული წამლები, მაინც რო აი რაღაცა ისეთის რო აქ ცუდად თუ გახდი, ძალიან რთულადაა საქმე. აი ავად რო გახდეს ადამიანი რა გზა? არ ვიცი, არაფერი, ახლა მხოლოდ სასაზღვროს ვეტმფრენს გადავყვებით და ჩემ დროს ასე იყო, მაგალითად მე რომ მუშაობდი, რომ ყოველ 2 კვირაში სამოქალაქო ვერტალიოტი გვემსახურებოდა. ახლა სამოქალაქო რეისები აღარ არის, მხოლოდ სასაზღვროს შვეულმფრენით გადაყავს მოსახლეობა. ცუდი ამინდზე ვეც შვეულმფრენი იფრენს აქ. ნამდვილად უნდა იყოს. პირველადი დახმარება რო აღმოუჩინონ, როგორც წამლები და ასევე სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს შატილში მაინც რომ მოხერხდეს ჩაყვანა ადამიანის. თუ არა და არ არის, არაფერი აქ არ არის ამ ხრივ. მიტოვებულები ვართ. სამუშაოები უნდა გაჩნდეს მთაში, რაღაცა გამოიძებნოს ისეთი, რომ პატარა ხელფასები, მინიმალური ხელფასიც რო იყოს მთაში, უკვე იცი რომ პატარა შემოსავალი გაქვს და სტიმულია იმის რომ კიდე დარჩე და იცხოვრო. არ ვიცი, არ მოდიან ადგილზე, არ გვხვდებიან, არ კითხულობენ, გული არ შესტკივა, მე თვითონაც მიკვირს.
ერს ქვეყანას მართვა უნდა კაცო. ნამდვილი მართვა უნდა, განათლება უნდა, ეროვნული უნდა იყოს და არა სხვაზე დამოკიდებული გახადო ქვეყანა. მასად მიდის ეს? რატო გარბის ეს თაობა? იმიტომ რომ სამუშაო არ არის, ყველაფერი ისეა. აი ეს პირობები, მე ვერცად ვერ გავდივარ, იმიტომ რომ უსაზღვროდ ვერ გავძლებ სხვაგან. რამხელა ტკივილის გადაღება უღწევს იქ წასულებს ჩვენებს. სამუშაოს მეტი რა არის და გადამიხადა ის შრომა უნდა ფასდებოდეს. ანაზღაურება უნდა იყოს და არა იმ კაპიკებში, იმ თეთრებში, რომ რაღაცა შერი და ტიტველი დადიოდეს ადამიანი. ქვეყანას ნუ დავღუპავთ, უშველოთ ქვეყანასაც, ერთმანეთსაც და ეს შუღლი, კამათი, ცემა ტყეპ ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრო რა. აი კატასტროფული მდგომარეობა იქნება 1-3-5 წელში აქ თუ ესე გაგრძელდა ასაკი გვიღწევს, ჯანმრთელობის საქმეა და რაღაცა ის სევდა გაწვება დარდი კლავს, ჭამს ფიქრები რომ სამშობლოს გაწირვარი საშინელი. ვის უნდა აქედან წასვლა?